გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მომაცემებით უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ან და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ახალ მაქსიმუმს მიაღწია და მიმდინარე წლის ივლისში გადააჭარბა 2022 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებულ ყველა თვიურ მაჩვენებელს. გაეროს სპეციალური მისიის თანახმად, ომში მყოფი ქვეყნის დანაკარგებამ მშვიდობიან მოსახლეობას შორის გასულ თვეში სულ მცირე 437 შეადგინა, ხოლო 2610-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, რაც წინა თვეებთან შედარებით 30%-ით მაღალი რიცხვია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 70%-ით. ორგანიზაციაში დასძენენ, რომ შესაძლოა სტატისტიკური მონაცემები რეალობისგან დიდად განსხვავებული იყოს, რადგან სპეციალური მისია განაგრძობს სადამკვირვებლო საქმიანობას. ის რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თვალსაზრისით უკრაინა ანტირეკორდს ამყარებს, ქვეყნის პრეზიდენტმაც დაადასტურა და მორიგ ჯერზე მიუთითა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეერების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს უჭირს რუსულ და ჩრდილოკორეულ ბალისტიკასთან გამკლავება, რაც მოსკოვისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი და სწორედ ამით სარგებლობს აგრესორი მხარეც. უკრაინის სხვადასხვა მსხვილი ქალაქი ივლისის თვეში რამდენჯერმე მასიურად დაიღუპა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული საჰაერო ირიშების გაატანა, როგორც რაკეტების, ისე ოპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიევსა და კიევის ოლქსაც მოუწიათ. მოსკოვის სამიზნეებად ყველა შემთხვევაში იქცა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის მსხვილი საცხოვრებელი კვარტლები, სადაც უკრაინელ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეთა ძებნა მოხალისეებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ.